საღამომშვიდობისა, მეგობრებო, შუა ღამემშვიდობისა. რაღაც მინდა რა, რომ კითხოთ რა. ბიჭო, თანდათან ვიგებ ესეთ ამბებს, რომ გინ საპატრიარქოში, გინ ჩვენი მთავრობის ხალხი, გინ სად დაწინაურებული ხალხი, ხო? ყველანი არიან ნახევარ ებრაელები და ნახევარ ქართველები რა და ქართველად კი ასაღებდა ეს ილია მეორე თავს, შევარდნაძეც, კალაძეც. რა ვიცი, ვიღა აღარ ჩამოვთვალო, ხა ძირითადად ქართველებად ასაღებენ თავს. კი, შეიძლება ყავდათ ქართველი მამები, მაგრამ დედით რომ ებრაელები არიან, რატო უტყდებათ მაგის თქმა და რატო არ ამბობენ მაგას მაინტერესებს რა. ანუ ერთი ის არის გასაგები, რომ შენ გინდა ამ ქვეყნის დაპყრობა, ხო? საქართველოს დაპყრობა და აგერ კიდევაც ხედავთ რა მიამიტი ქართველები ყოლიან, გადმოუტრიალეს ამ ნახევარ ებრაელებმა გონება ამ ქართველებს და ებრაელ ერის გამყიდულ კაცს დაიტირეს და ატირეს და გამოიყვანეს, წაიყვანეს, აღარ მინდა რა მაგაზე, ძალიან სიბნელია რა, ეხლა ვერ გააგებინებ და რამ გაგაბოროტაო, რომ მეკითხებიან, არის მენენ, რას მეუბნები და თან მეკითხებიან და თან არის მენენ. მაგაზე არა მაქვს, მე მაქვს იმაზე საუბარი რა. ეხლა ებრაელებს მინდა მათი თვით შეფასება ავუმაღლო ოდნავ მაღლა რა. მაინტერესებს რა, აი თუ დედა ებრაელი გყავს ბიჭო. დედა ებრაელი გყავს, ხო, მამა ქართველი. გასაგებია რომ დედა ებრაელი გყავს, მამა ქართველი გყავს. ქართველიც ხარ და ებრაელიც ხარ. მაგრამ ამ ებრაელებს რო ეტენები ტრაქში და ქართველები ვაფშე დაივიწყე და ქართველობა საერთოდ დაივიწყე, ხო? საინტერესოა ერთი რა. თან რომ ალავ ამ საკითხებს. თან რომ ვითომ გვიმალავ. და თან რომ აი ეს მზაკრულად მოღალატეს პონჩი ყიდი შენს ქვეყანას რა. მამის მხრიდან შენს ქვეყანას ყიდი და დედის მხრიდან ეტენები ტრაქში ვიღაცებს. გასაგებია კი რომ გინდა რაღაცა მაგარი ტიპი იყო, მაგრამ იცი როდის იქნება მაგარი ტიპი მართლა უღოთ ებრაელო? როცა მამის მხრიდანაც დააფასებს შენს ქვეყანას და დედის მხრიდან ვიღაცა ჰურიას არ შესწენი ტრაქში ამ ქვეყანას რა. გასაგებია რომ ჭკვიანი ხარ, გასაგებია რომ მაგრა იცი ვაჭრობა, გასაგებია რომ ფულთან ურთიერთობა მაგრად შეგიძლია რა. ბაზარი არ არის, იუდასნაირი ვინ იყო ეგეთი რომ კარგად გამოიყენა მდგომარეობა, მაგრამ საბოლოოდ ხო ხედავთ რაც დაემართა რა. ხა რა მინდა რომ გითხრათ, იცი? შეურაცხყოფას კი არ გაყენებთ, ბიჭო. მე მაგრად გამისწორდება, შენ თუ ებრაელი ხარ, თქვა რომ მე ვარ ებრაელი რა. ესე ჩუმჩუმელად კი უნდა გავიგოთ, რომ იქ თურმე კალაძე და პრემიერ-მინისტრი და მისი ძმაკაცი სინაგოგაში ზიხართ და ესწრებით ქათაგებას. შეყვენები წიწილები ვით რო ხარ ჩამსხდარი, ჩამსკრივებული ბურატინოებით რო ზიხართ იქ და ვითომ რაღაც საქმე აკეთებთ. საყვარლებო, ძალიან საყვარლებო. ნეტა როდის მოვა ღმერთო ის დრო, რომ ადამიანს თავისი ეროვნების არ შეცხვება რა. აი, როდის მოვა ეგ დრო ღმერთო, სადავბანო, სად ჩამოვედი ბიჭო, როგორი მაგარი გავიჩალიჩე. სად ჩამოვედი ამ სიბნელეში რა მინდო და მაგის დედა. თავში გვაეხალა ამათაც და ყველას. ეს რა ხდება ხო? არ მინდა გამიშვით ბიჭო, ჯვარი არა გაქვს და მე ამკიდეთ ზურგზე და ავიტან იქ ვადრებ და მე გამაკარით ამ ჯვარზე. გამიშვით, წავედი, აღარ მინდა აქ. ეს რა ხდება ბიჭო, აქ რა სიბნელეა. ესე იგი,
ადამიანს რო თავის ეროვნების ცხვენია, თავს ასაღებს ქართველად, საქართველოს ძირს უთხრის და მერე ებრაელებს რო ჰურიებს, ებრაელები კიდე რო ჰურიებს რო ეტენება, ტრაქში ეტენება რა, ეხლა არ გაგიტყდეთ რო გეუბნებით მართლა ეგრე აკეთებთ რა ყველანი რა. მე იცი რისი გამკვირვებია ხალ, ხო? ნუ თუ მართლა ესეთი მშიშრები ხართ ყველანი რა. აი, არ ვიცი ღმერთო ეს ჩამოსულ. ეს სადი ჩამოსულ არ მართალი იყავი შენ არ წახვიდე თორე დაიღუპებიო რომ მეუბნებოდი. არა, ჩემს ტყავზე უნდა გამომეცადა მაინც რა. გამოვცადე, აჰა, აგერ ტყავში ვზივარ, ქართველი ვარ. გააკვირვებული ვარ ისეთი რაღაცები ხდება ამ დედამიწაზე, განსაკუთრებულად საქართველოში, ბიჭო, თითო ეს რა ხდება. ხო და ეხლა გამიშვით ისევ გამიშვით თორე არ ვიცი რა ის. თქვენი გულის ჩამოვედი აქ. ხო და რაღაცა ქენით რა. შეგიძლიათ რომ რამიქნათ ბიჭო სად არის გადამისროლეთ ისევ პირველ საუკუნეში ქრისტეს მაგივრად მე გავუსწრებ ქრისტეს ჯვარცმა აუ ქრისტეს ჯვარცმა მადლია დედასპიცავა რა აქ რა წარმოგიდგენიათ ეხლა რა ხდება და მაშინ რა იქნებოდა საწყალი ქრისტე ღმერთო რა მაგარი ყოფილხარ რომ აი რა მაგარი რამე მოიფიქრე რა რომ თავისივე ხელით გააშვებინე თავი იქ მაღლა სინათლეში. გამიშვით აღარ მითაქ. დედა. არა, საინტერესო ის არის რომ ყველა ამას რო ეპოტინებით ამ საქართველოს რა, აი ეპოტინეთ ხო, ეპოტინეთ, მაგრამ თან ხო იცით რომ ეს ქვეყანა ქრისტესია და თან კიდე რო ეპოტინებით, ბიჭო, ქრისტე მაინც აღიარეთ და ისე ეპოტინეთ. რაღაცა გატოკდით რა, ხო ხედავთ 2000 წელია ვერაფერი გაუხერხეთ ამ საქართველოს. ვერც მუსულმანებმა, ვერც მონღოლებმა, ვერც გადამთიელებმა, ვერც არ ვიცი, მაგრამ აი გამოფხიზლით რა, ვერც ებრაელებმა, თქვენ ებრაელებს გონიათ რომ ღმერთს მოუგებთ რა. არა, მოგებით ბაზარი არ არის, გინდათ რომ მოიგოთ, მაგრამ 2000 წელია ბიჭო, აგერ სასწაულმოქმედი რაღაცეები ხდებოდა საქართველოში. ერთი კაცი რომ 1000 ებრძოდა, მაშინ მოიგეს ომი. აი, ჩარევით, სვანების ჩარევით, მაგრამ თქვენ რა, გონიათ დღეს სვანები არ არსებობენ? თუ რა გიმისკინდათ ომი მოუგოთ, ერთი მაინტერეს. გასაგებია რომ შემოძვერით ეხა ქალებმა კაცებს თავი მოაწონეთ და დააორსულებინეთ თავი. აიღეთ ეს თესლი ქართული, მაგრამ ბიჭო ეგ რო აიღეთ, ხო რაღაცაში და გამოიყენეთ, კარგად მოის გამოიყენეთ. კი, გასაგებია რომ ქართული ზგირებია ცისხლში და რაღაცა საინტერესო რაღაცა გამოხვედით რა და რაღაცნაირად კარგად გამოიყენეთ რა. ბიჭო, სულ ესეთი ცუდები რატო გინდათ რომ იყოთ და ისე დამალულები. თქვით რომ ებრაელები ხართ, ნუ გცხვენიათ რა. დედასპიცა ვარ გულში თუ არ ჩაგიკრათ, თქვით ხმამაღლა რა. ნუ იმალებით და ნუ ყიდით ესე მზაკრულად ვითომ ქართველები და ვითომ ქართველებიც ხართ და ებრაელებიც ხართ, მაგრამ ამ ებრაელობის რო გცხვენიათ, ეგ მაგარით ეხავს ოღონდ. აგერ რახან მიისიცეთ ეს ჩვენი კაცები და ჩაითესლეთ ეს ქართული სისხლი, თქვით რა ხმამაღლა რომ ისა ქართველი ვარ. ქართველი ვარ, რაღა ეურიებს ეტენებით ტრაქში ქართველებს დაუდეკით ხარში მაგის დედავატირე. აგერ 2000 წელია გვებრძვენ ვერ აიღეს ეს ქვეყანა, ხო ხედავთ არა. თქვენ გონიათ რა ეხლა სხვანაირად მოხდება? უმალ ეს დედამიწა გასკდება და დაიფლიტება ვიდრე ამ ქვეყანას ვინმე სხვა ერის წარმომადგენლები დაეპატრონებიან. არის ის თქვენ ეგ თუ აჰა რა თქმა ჩემი ლაპარაკი გადახედეთ საქართველოს ისტორიას სასწაულებით არის სავსე თქო კიდევ ერთხელ ვიმეორებ და
ჭკუა მაინც ისწავლეთ ამ ებრაელებმა, ჭკვიანი ხალხი ხართ, რაღაც დედისგან აიღეთ ეს ჭკვიანური კარგი ბიზნესებიც აყვავეთ საქართველოში. ქართველები ხო ხართ კაცო? ქართველები არა ხართ მაგის დედავად, ხო ხართ ქართველებიც, ხო და დაუდექით ამ ქართველებს ხარში თქო. მაგას გეუბნებით, მეტი კი არაფერს არ გეუბნებით. ჯიგარი ქართველი ებრაელები იქნებით მე. რატო აკეთებთ ეს ტყუილად და მზაკრულად, ეს შეფარულად, ვითომ ქართველები? არ გინდათ ვითომ ქართველები? გერქვათ ქართველ ებრაელები. ცუდი იქნება მაგის დედავატირე. ჰა? აგერ ჩემი შვილები ქართველ გერმანელები არიან. რა რითი არიან ცუდი, ერთი რითი ჩამოუვარდებიან ქართველებს. ჰა, მაინტერესებს ერთი რა. არ ვიცი რა. რატო გცხვენიათ რა? რა არის რა? ანუ გასაგებია რომ აი რატო გცხვენიათ ვერ ხვდები რა მაგის დედავატი. ვინმე ებრაელმა დამიწერეთ. ებრაელს რატო სცხვენია ებრაელობის ეს გამაგებინოს რა. დღემდე არ აღიარებთ ქრისტეს, რომ ქრისტე ღმერთი იყო და თუ იმის გცხვენიათ, რომ ღმერთი მოკალით, კაცო, მაშინ აღიარეთ მაინც და მოგეხსნებათ ეს ცოტა ერთხელ და სამუდამოდ. დაასვათ წერტილს და მოინანიებთ და გაპატიებთ ამის დედავატირე რა არის უპატიებელი ესეთი. თუ მაგის გცხვენიათ, რომ ღმერთი მოკალით. ებრაელებს რატო სცხვენიათ ებრაელობის ვერ ხვდები. არა, ერთი ის გასაგებია, რომ რაღაცა მაგერში ისეთი კაცი ჭამიების ურევია. ხო დედა? ეხლა ვიდედი, კაცი ჭამიების ურევიან, მაგრამ ხო არიან არაკაცი ჭამია ებრაელებიც არა. ხო და ის არაკაცი ჭამია ებრაელები გახდით რა. აი ეს ფენომენი ვერ გამოვარკვიეთ შე რატო თან მაგრად მარიაშობენ თავისი ებრაელები და თან კიდე სცხვენიათ რომ ებრაელები არიან ეგეთი რამე აი არ ვიცი სად ამ დედამიწაზე ხდება მარტო და მაგითო ვიძაღი ღმერთო ესად ჩამოსულა რა გთქო ვა ღმერთო რასასაცილო ყოფილა აქ დედამიწაზე ბიჭო მე კი გასაგებია რომ მე-12 საუკუნეში რაღაცას ვატრაკებდი და ეხლაც ეხლაც ვატრაკებ მაგრამ რა მინდა რას ვატრაკებ მითხარით ვის ვუტრაკებ ამ ბნელეთს ჩემთავს დავცინი ეხლა დედას ვიცავარ მაგარი სასაცილო ვარ ამ ბნელეთს ვუტრაკებ რამეს? მინდა რომ ამ ბნელეთში სინათლე შევიტანეთ და შევიფეხებ მინდა. ვახ, სოფელო რაკჩირს სოფელო მე არ მჯერა რომ ჩემინებით მოვედია გამჯერ მაგრამ გამომიძახეს რამდენიც კიდევ პარაკლისი ჩამიტარეს რომ მოვსულიყავის მოვედია აკავარ თქვენი ჩემი თავი შემოგევლოთ აკავარ აბა რას მიძახდით მითხარი რამეს წარმოადგენდით რომ მიძახდით აგერა ვარ მოვედი და რა ამერე რას ჩამომიყვანეთ ყველას და მოგარტყათ ერთი ავიღო ცოცხი თავია რომ დედა ჯერ კიდევ სათხარ ჩაჭედილებიაზე ხართ ებრაელობის გრცხვენიათ და ქართველი რო ხართ იმას ვერ იშნობებთ და ბიჭო, იქ ზეცაში იცი როგორ ხდება? ვაფშე არ არის ეროვნება. იქ არის სულიერი მდგომარეობა. არის ადამიანი ამადამ სულიერ მდგომარეობაში, არის ერთად. რა შუაშია ქართველი, ებრაელი, რუსი, სომეხი თუ რა. არ არსებობს ესეთი რამე, რომ ვინმეს თავის წარმოშობის ცხვენოდეს ხალხო. რატო გცხვენიათ? 270 ანგელოზი რო იყო აქ ჩამოსული. 270 ანგელოზი იცით თქვენები ერქვათ? აბა გადახედეთ ჩვენს გვარებს, აბა გადახედეთ ეროვნებებს. ყველანი მისგან გამოსული თესლები ვართ და გამაგებინით რისი გცხვენიათ ხალხო. ხალხო, არა გასაგებია რომ თქვენი საქციელის შეგცხვეთ. აი მაგალითად გერმანელებს გცხვენიათ რომ ებრაელები ამოწყვიტეს, მაგრამ ებრაელებს არ გცხვენიათ რომ გენოციდი მოუწყეს სრულიად პლანეტას.
მილიარდობით ადამიანები ამოწყვიტეს და რაღაცა 5 მილიონი ებრაელის გამო ჩვენია გერმანია. საინტერესო რა არის იცით ხო? საინტერესო ის არის რომ მაგარი ჩათლახი რო ხარ ხო? ფასტები რა. და რაღაც გვინდა ეს კარგობა, გავხდეთ ჩათლახები რა. ვინმე დაგიფასებს ამ კარგობას? არა ზეციდან რომ ჩამოხვედი, კარგი რო იყო, გასაგება აქ რო ჩამოხვედი, აქაური ქუდი უნდა დაიხურო. არა, გასაკვირია ახლა ნახე, უყურე შენ მოდიხარ, აქ რო გონია იქ რომ ხელა ამბიციაში ხარ, აზე ხარ, რომ აქ ჩამოხვალ და გონია რომ რაღაცა შეცვლი. ამ ბნელეთში რაღაცა შეცვლი და ჩამოდიხარ აქ და ხედავ რომ ამოყირავებულია სრულიად ყველაფერი და გინდა რომ ეს თავაღმა დააყენო ის და მე რომ თავაღმა დააყენებ არ მოსწონს ამ ხალხს ეს თავაღმა და რა ძალაა კაცო. არა მართლა მიქვიშ ჩემი და ის რა მინდა ვაფშე რა მინდა აქ რომ მოვედი. არ ვიცი. იმ დღეს საუბრობდით კარგია თუ არა ადამიანი ბავშვების გაჩენაო რა და არა საინტერესო კიდე ისეთი თემა გაიჩიტა რომ თუ სული აქედან გადის და ისე უკან აბრუნებენ მაშინ შვილი რო არ გააჩინო ისეთი ჯოჯოხეთი დაგხვდება რომ ვაიშენ თავს და მაშინ ბევრი შვილი უნდა გააჩინო რომ იმ შვილებმა მაინც რაღაც გამოასწორონ თუ ისევ აქ უნდა მოვიდეთ გესმის და საქმე იმაშია რომ აი ეგეც არ ვიცით, ჩვენინებით ჩამოვედით, ჩამოგვათრიეს აქ, ჩამოვეთით ტიეთ თუ რა ვქენით რა. გამაგებინეთ ჩვენინებით ჩამოვედით, ამ ჯოჯოხეთიდან რო გავედით, ისე ჩვენინებით ჩამოვედით აქ. ბიჭო, მე-12 საუკუნეში ხარ რო ვიხსენებ რა, დედას ბიჭა ვარ, მაგარი მევასება მხარბეჭიანი ბიჭები რა, აი გეუბნებით, მაღალი და მხარბეჭიანი მამაკაცები მაგრად მევასება და სულ ფიქრობდი რატომ მევასება მაინც ესეთი მამაკაცი. ხო და ეხლა მე ახალგაზრდობაში ვფიქრობდი მაგას. ეხლა ვიცი რატომაც, მაგრამ იცი კიდე რა მევასება? აი ომიდან ახალი დაბრუნებული მამაკაცები რო არიან და დასრულები და გაწეწინები, აი ესეთი მამაკაცები მევასება მაგრად. ეხლა ვინმეს რო უთხრა რომ მე გაპიწყინებული და ჭერი გაპარსული და ისეთი რაღაცა მამაკაცები არ მევასება, მეთქი დამჩინებს ეხლა, მაგრამ ეხლა იმას უთხრა რომ მე მე-12 საუკუნიდან მახსოვს ის მამაკაცები რო იყვნენ მყარბეჭიანი და მუსკულებიანი და ცხენზე რო იჯდნენ კიდე ერთი 10 კილო 20-30 კილო ფარხმალი და აბჯარი ჰქონდა დასხმული და თან ცხენზე იჯდნენ თან ამ ხმალს იქნებდნენ ფარ წარმოგიდგენიათ რა მამაკაცები იქნებოდნენ ეხლა მხარბეჭიანი კი არა მუსკულებიანი კი არა თითი დაგიყვანდნენ ალბათ ეს ხო და საქმე იმაშია რომ ეხლა ეს რო აუხსნა იმას დღევანდელ ტუჩდაბერილი და ყრიმალებ გაბერილი ქალს ხო დაგცინებს არა და მაგრად მერად რა რაღაცა თვალს რომ მოვკრავ ხოლმე რა ეგეთ მამაკაც რომ როგორია იცი აი მოხევი კი არა აი მოხეტიალე ტიპი რო გაწეწილი ჭუჭყიანი მორიანი სისხლიანი შრამიანი მაგრად მევასება რა მაგრად მევასება დედას ბიჭო დღემდე თუ არ მევასებოდეს 800 წელი გავიდა კიდე მაგას მივტირი რომ სად არიან ეს მამაკაცები მე გერმანიაში ჩავედი და იქ მაღალი მამაკაცები არიან რა და ძალიან ლამაზი მამაკაცები არიან მე თქვი ბიჭო სად ამდენი ლამაზი მამაკაცი აქ თუ შეიკრიბებოდა მეთქი გერმანიაში რამე არა საინტერესო ის არის რომ ესენი ხო არიან ლამაზი და მხარბეჭიანები არიან რა მხარბეჭიანი მამაკაცები მაგრად მევასება მუცელი რო აქვთ გადმოგდებული აი ღიპები არ მევასება რა არც მღვდელი და არც შეულებრივი წვერიან მამაკაცებს ვგიჟდები ხო და ეხა მოდი და უხსენი ეხა ამ ხალხს რომ ბიჭო რო გიყურებთ ამ გაპარსულებს და არ მევასებით რა ეხა ვის რა შეჭირდება მე დავევასო მაგრამ იცი რა არის ეხლა რო ჩამოვედით ამ დედამიწას ხო უნდა რომ თავი მოვაწონოთ ერთმანეთს რა
ხომ უნდა მოვაწოლოთ ერთმანეთს. ეხლა ჩვენ რომელი საუკუნიდან რეინკარნირდით და რომელ საუკუნეში გვაქვს ის მახსოვრობა, ზოგს ევასება ესეთი ხალხი. ძველებური სტილის ისენი რო აჩვენეთ რაღაც ბაროკის. არ ვიცი, ნუ რაღაცა რა. მე მევასება მაგალითად მაგარი მებრძოლი მამაკაცები და სულ მებრძოლ მამაკაცებში ვიყავ ხა რა გასაკვირია რომ მებრძოლი მამაკაცები მევასებოდეს, ხო და აღარ არიან, ვერ ვხედავ. მე დაჟე შოკირებული ვიყავი გერმანიიდან რომ ჩამოვედი, ესე იგი 2007 წელია რა. 2007 წელია და ჩამოვედი 3 წელი არ ყოფილა გერმანიაში. თან როდის წავედი? 2004-ში წავედი გერმანიაში, როცა სააკაშვილი რომ მოვიდა რა აქ ჩვენთან და ეხლა მე რა ვიცი, დავტოვე აქ მამაკაცების ის იყო თეატრალურში სწავლობდი მაშინ და კარგი ლამაზი მამაკაცები ჩანდნენ რა და დავტოვე რომ მამაკაცები ქუჩაში დადიან. წავედი გერმანიაში 3 წელი ვიყავი, ჩამოვდივარ ბიჭო და კაცი შვილი არ დადის. დადიანი გაწკლიპული პატარა გაჭოჭოლი ბიჭები. ჩაწოვიდა მეთქი ეს ხალხი. რა ხდება კაცები მოყვარეს? ბიჭო, არავინ არაფერს არ იძახის, ყველა დასაფრულია, ყველა დაშენებულია, ის ტელეფონზეც არ ლაპარაკობენ, რა ხდება კაციშვილი, ვერ გავიგე რა ხდება ქვეყანაში. აი რომ გამოსკდა ის ამბები რომ 50,000 კაცი რო ციხეში ზის თურმე და იქ დედის ტრიალი აქვს და ერთი ამბავი აქვს, რო გამოსკდა ეგ ამბავი, მე მივხვდი რომ რატომ ვერ დავინახე ქუჩაში კაცები. ეხლა ქალი ვარ და მართლა გეუბნები, მაგრამ მევასება ლამაზი მამაკაცი რა. დაჟე შეიძლება რომ დავინახო ლამაზი მამაკაცი, შევხედო და ვუყურო 1-5 წუთი რომ დავაკვირდე რა იმის სილამაზეს. იმიტომ კი არა რომ შევაბა და რაღაცა ვიფლირტაო. სხვათა შორის ეხლა მაგაზე უნდა გითხრათ რა, ეხლა მე ხო ძალიან თავისუფალი ქალბატონი ვარ რა და საერთოდ კიდია მამაკაც ეგონება თუ არ ეგონება, მე მასთან ფლირტაობ თუ არ ფლირტაობ. მივაჩვიე გერმანიაში გაგიღიმებს, გაუღიმე, ანუ სადაც მიხვალ ყველა იღიმის რა და მაგარი მევასება ეს ღიმილი და ჩამოვედი ამ საქართველოში და ყველა ესეთი სახით არის. ხო და მეთქი რაში კალი კაცი სულ ერთია და ბიჭო მე ვთქვი იქნებ რაღაცნაირად გავუღიმო ხალხს გამოვიყვანო ეს ამ დასაფრულობით გავუღიმე რამდენის კიდე იცი რა დაგერქმევა ბოსი მე ფლირტავებ და დადექი და მე უხსენი რა ბიჭო გიჟი ხوار რა გეფლირტავები გელაპარაკები ჩვეულებრივად ადამიანურად არა მე მაგრად მევასება მამაკაცთან ღიმილი და სიცილით საუბარი და ეს გონიათ ეთყობა რომ ვაბავა მხალს იმიტომ ეშინიათ ჩემი გეუბნები მაგარი ეშინიათ ქართულ მამაკაცებს ჩემი რა ხო და არა და მამაკაცის რო არ მეშინია ხა მე როგორი ვარ ხო იცით ხა ხიპიშა ვარ რა და სხვათა შორის ესეთი ხიპიშა არ ვიყავი ყოველთვის ბუნჩულა ვიყავი ძალიან ხო მაგრამ ბუნჩულაც არ ყოფილვარ ესე რა ხო და აქ ჩემ ბავშვი ხრინავს ეხლა ჩემ ბავშვებს უბნები მე უნდა ივარჯიშოთ თქვენ მაინც გახდით მხარბეჭიანი და ისეთი ძლიერები რა არა ბიჭო მომენატრა რა მხარბეჭიანი მამაკაცების ეს ჩემი ქმარი გასაგებია რომ ძალიან სიმპათიურია და რაღაცა სხვანაირად ვერ წარმომედგინა ახლა ჩემს გვერდით სხვანაირი მამაკაცი რა და რა ვიცი აი არა გამართლებაზეც არ არის იცით რა მეგობრებო ეზოთერულ მდგომარეობაში რომ გადავისროლოთ ახლა ჩვენი სულიერი შემეცნება ხო ვინც არის ჩვენს გვერდით ის ხარ შენ ანუ ესე შემთხვევით და გაუმართლაზე არ არის რა რასაც იმსახურებ იმას იღებ გესმის და აი აქ რომ დაწყობილი არიან ჩემი მეზობლები თუ ჩემი ვიღაცეები აქ შურიან რაღაცნაირი ხალხი აი რამდენისგან საწყალი შენი ქმარი აქაც კომენტარებში რა საწყალი შენი ქმარი ესე იგი საწყალი რატოა ეხა ნახე
საწყალი იმიტომ არის, რომ ჩემს მოქმას მაგრა ევასება დამოუკიდებელი ქალები, ჩემნაირები რა, თორე ახლა ჩემს გვერდით არც იქნებოდა. ეხლა აქაურ ქალებს ხომ ეს ცოტა ისე მიაჩნიათ, ეხლა ისა რო წავა დილით ქალი და მეგობრებში რო იქნება და ღამით მოვაცაძე, ეხლა ეს როგორ შეიძლება რა ხდება, საჭკველი მაგის ხმალი. ხო და ესი არის მიჩეული ქართველი ქალი, რომ უნდა იყოს კუხნის შნირი. გესმის და ჩემს მეუღლის მაგრად არ ევასება ეგეთი ქალები, რომ მარტო კუხნაში რო არიან და გადაფოფებული რო არიან კაცზე და ой შენ ჭირიმე შენ გენაცვალე რა გაგიკეთო და რა გენაცვალე და ეს და აბა ის გაგიკეთო და ის გაგიკეთო და აბა როგორ გავიპრანჭო შენს გამო და აბა ის და ეს და მაგრად არ ევასება რო იცოდეთ რა და ისე რომ იცოდეთ აი ხა მიმოგცემთ რჩევას რა ეგ არის გადმოყირავებული აზროვნება როგორც ახლა ილია მეორეზე გადმოგიყირავეს ტვინი რომ აი თურმე წმინდანიაო ეგრე არის გადმოყირავებული აზროვნება დაგაჯერეს რომ მამაკაცებს ევასებათ გაპრანჭული ქალები არ ევასებათ მამაკაცებს გაპრანჭული ქალები იცით მამაკაცებს როგორი ქალები ევასებათ დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ქალები ევასებათ მამაკაცებს თუ გინდათ ჩემი გამოცდილებიდან აი მილიარდი გამოცდილება მაქვს მოყოლილიდან დაწყებული დაკვირვები დამთავრებული ხო მამაკაცი არასდროს არ არ ეხა უყურე შეიძლება პედანტი და რაღაცა გადახრებიანი მამაკაცი დაქორწინდეს ყრიმალებიან და კრუჩებ გადმოყრილ და ძუძუებ გადმოყრილ ქალზე კი ეგ შეიძლება რომ მე ცხოვრებას გაგიმწარებს იმენა ტიპები ეგეთები არიან მაგრამ თუ გინდა ჯამრთელი მამაკაცი გვერდით ყავდეს არასდროს არ შეხედავს ჯამრთელი მამაკაცი ჭუჩებ გადმოყრილ გატყლარწულ ქალს არასდროს და აი ეს კუხნაში მოსიმუთ ფუშფუში ქალს არასდროს არ შეხედავს ჯანსაღი მამაკაცი. თუ გინდა დავატყობ მამაკაცების გვერდით იყავით ბიჭო, არავინ არ გიშლით, უარეთ და ეთაყვანეთ, არავინ არ გიშლით მეთქი გესმის, მაგრამ რეალობა არის სულ სხვა. გესმი? ეს ქართულ მამაკაცებსაც სხვადასხვა გადმოყირავებული აქვთ, რომ აი ქართველი სხვადასხვა ქართველ მამაკაცებს ესეთი რაღაცა ისინი გართულებები აქვთ, რომ აი როგორი გართულებები აქვთ, იცი, აკვირდებიან ხალხს, აქ წამწამიოში კარგად ამოქნილი აქვს თუ არა. აი ეგ მამაკაცები უკვე არიან, ხო, თმა კარგად გასწორებული აქვს და ესენი არიან უკვე ანუ ფსიხები რა, ფსიხი მამაკაცები არიან, რომლებიც აი უკვე თავიანთ ნერვოზ გამოსახავენ ესე, რომ ქალში უყურებენ, აბა ის კოხტათ აქვს, ესე გინახავთ მამაკაცები სულ ესე შარვას რო იწმენდნენ და ფეხებს რო ესე იწმიდავენ იმით, რა ქვია, აქრო აქვთ. აქრო აქვთ ის ცხვირს ავხოცი თუ ტრიაპ ფეხების გასაწვედი. აუ, რას кайფობ ხოლმე მოკლედ. აუ, ეგით მამაკაცს ახო საერთოდ. საქართველოს მოსახლეობა არის მაგაში ჩარჩენილი. თვები დაივაცხრე, კოსტო გაიწოდე, აქ ლაქარა თუ იქ ფეხსაცვალები რატო გაკ დასრილი. მანქანა რატო არ არის გარესხილი. მაგარი ჩარჩენილები არიან, აი ძალიან ჩარჩენილები არიან. ღმერთო ჩემო, 50 წლის, ანუ 50, მე ხო გერმანიაში ვიყავი რა 10 წლის, 20 წლის ხო გერმანიაში წავედი. ვარამდე დრო გასულა. 20 წლის ხო გერმანიაში წავედი. გერმანია იყო მაშინ საქართველოსზე 50 წლის ადრე, ანუ ცივილნით რა, საზოგადო მოღვაწეობის დონეზე სოციალური სფეროთი. 50 წლის ადრე იყო, არა მარტო ინფრასტრუქტურით და ასე შემდეგ რა და ეხლა ხო ჩამოვედი, ეხლა ნახე დროის ის ხდება რა გაბა შუა წერტილში მოხვედრა. მე რო ჩამოვედი 20 წელი გავიდა. ესე იგი 20 წლის წინ რო წავედი მე და იქ 50 რაღაც 5 წელში ზუსტად ის დრო დაიწყება რაც გერმანიაში იყო. ეხლა გინდა გითხრათ რა გერმანიაში რა იყო? გერმანიაში იყო პრობლემატური რა.
ახალი დაწყებული იყო ის დაკვირვება და მოახდინეს ეს გაჯეტებზე დამოკიდებული ეს თაობა სულ გაიყვნა და დამოკიდებული დაიღუპა ეს თაობა, იმიტომ რომ გაჯეტებზე ვინც გაზარდეს ტელეფონებზე და კომპიუტერებზე ეს ბავშვები ვეღარ მოსცილდნენ და ბოლომდე ეგრე დარჩნენ რა. ანუ დამოკიდებული როგორც ახლა წამალზე ხარ დამოკიდებული, ისე გაჯეტებზე დამოკიდებულება ხდება და ვერანაირად ვერ განკურნეს ეს ხალხი. და ამაზე იყო დიდი ბუმი, რომ გაჯეტებთან ბავშვები არ შეიძლება და ეს არ შეიძლება და ისე მაგას ვამბობდი მე რომ ჩამოვედი მაშინ როდის ჩამოვედი 10 წლის წინ თქვა და 10 წლის წინ მეუბნებოდი ხალხს მეთქი გაჯეტებთან ტელეფონს ნუ მისცემთ ბავშვებს ამ შაქარს ნუ აჭვევთ და ყვიროდი ესე როგორც დღეს ყვირი ვარ მეთქი ილია მეორე ესეთია და ისეთია თქო რა და ხალხი ესე მიყურებდა და გიჟიაო ეს ეხა დღეს აიწყეს მედიამ საუბარი მედიცინამ რაღაცა გამოფხიზლდა იქ აწყობთ ეხლა ესე რომ დაიწყონ აქ საუბარი დროში ხო უნდა იმოგზაურონ გესმის ეხლა ესენი იჯერებენ ეხლა ყველაფერს იჯერებენ ეხლა გიჟი აღარ ვარ ვიღა ახსოვს მაგას ვლაპარაკობდი საერთოდ მაგრამ მაშინ მე ხომ ახსოვს როგორც მიყურებდნენ დებილი თვალებით ხო და იგივეა ეხლა 10 წელი გავა და იტყვიან ბიჭო ეს ვიყოფილა ეს ილია და შევარდნაძე და მისი სასწავლიო და ვიღას ეხსოვება რომ თამარინას არის ახლა რაღაცას ყვიროდა და გახკიოდა და ეს ერთ დროს ვიღაცამ სყევლა ილიას გამო და აღარავის არ ეხსოვება ჩემო კარგება მაგრამ საინტერესო არის кайფი არის რა ეს ცხოვრება кайფი არის რა ეხლა წარმოიდგინეთ წარმოიდგინეთ რომ გადავითვალოთ რა 1100 აი, როგორც ესე ვთქვათ, 1203 წელს, ესე ვთქვათ რა, 1203, 1205 წელს გარდაიცვალა თამარი. ახლა 1205 წლამდე გადავთვალოთ, ხო? 1205 წლამდე რამდენი წელია გასული? სადაც დარჩა საქართველო, ისევ იქ არის. წარმოგიდგენიათ, აი, უბრალოდ ახლა დროში რო გადავითვალოთ, ხო? მე რო ახლა გავერკვიე, გავიხსენე ის დროები და რაღაც რა მდგომარეობაში იყო საქართველო სულიერად თორე ხა ინფრასტრუქტურა დააგერდა ისინი ტექნოლოგია გასაგებია რომ განვითარდა მაგრამ აი სულიერად რა მდგომარეობაში იყო საქართველო და რა ომებიც მიმდინარეობდა იგივე მიმდინარეობს დღესაც არ შეცვლია აბსოლუტურად არაფერი ჩემი შვილი ხრინავს ხო კარგად ხრინავს ბიჭუნა ბიჭო გავიკა სადაც წავედი იქ გამომიკიდა მე მგონი სიცხი აქვს ხო და მან ხრინის კავალე ხლა იგიდაც გამომეკიდება ჰა კავა ხრინავს წყვილშია გაჭედილი ბახში ვირუსები დადის ჯანდაბა ვირუსებს ხო და რა ვიცი რა მოგიყვეთ კიდე სასიხარულო და საკაიფო ის არის რომ აჰა აკავა ესე ჯობია საკაიფო ის არის ხალხო რომ მართლა აი დროში მოგზაურობა ხო უნდა გაიგოთო რა მოხდა დასაბამიდან დღემდეო ღმერთი რო ამბობს რა ქრისტე ხო ამბობს მაგას და საკითხავი რა არის იცი ჩვენ ჩაციკლული ვართ მარტო ამ დროში და დაბადებიდან გარდაცვალებამდე რას ვიცი აი ხლა მე ახლა აგიხსენთ მე და ილიას ურთიერთობას გინდა დაგიხსნათ დაახლოებით 1-5000 წლოვანი ურთიერთობა არის და თუ გიჟათ არ ჩამთვლით აგიხსნით თუ გიჟათ ჩამთვლით მაინც აგიხსნით მაინც მევასება და აგიხსნით რა ტყუილად ხომ არ მოვედი ამ დედამიწაზე არა რაღაცა ხო უნდა აგიხსნათ რა თქვენ როდის გამოფხიზლებით ახლა მაგას ხო არ ველოდო მე რა ხო და ახლა გახსოვთ მე რომ ვიდეო გავგზავნე გუგუციწეს ნოე გუგუციწეს მღვდელს რომ შევარდნაძის მდელმეჩერი იყო ერთ დროს მე მღვდელი გახდა მე ჩემი მეუღლის მღვდელი გახდა და რაღაც ბლატაობდა რა მეუფე იოანესთან ერთად და ბლატავებდა ვითო მაგარი სულიერი პირია და რატო ახსენე გავუგზავნე მაგას
ვიდეო რა, ის ამირანზე, რომ ლაზარემ უნდა იხსნას ამირანი, ჩავწერე და გავუგზავნე და ვეუბნები ესეთ რამეს, რომ მეთქი 4 წლის წინ. ვეუბნები ესეთ რამეს, რომ მეთქი აი ხლა მეთქი ძალიან დიდი თხოვნა მაქვს თქო რა თქვენთან თქო რა, რომ აი ეს ვიდეო მეთქი ხა რაც აქ ამაში ვამბობ მეთქი პატრიარქთან მიიტანოთ მეთქი მიაწვდინოთ მეთქი პატრიარქს თქო რა და მივაწერე ბოლოში რომ ეხა მაგათი შოკი იყო, მაგრამ უნდა მიმეწერა ეგრე უნდა მომხდარიყო. და მივაწერე ბოლოში რომ ამას გთხოვთ მეთქი ხორცშესხმული თამარი თქო რა. არა ხორცშესხმული თამარი ვარ, ეხა არ მომიტყუებე, მართლა არ მომიტყუებე არც ისე და არც ესე. ხო და გადის 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, ეს ტიპი არ მეკავშირდება, არ გვიკავშირდება. ეხლა გაგვიკვირდა მე და ჩემი მეუღლე ძალიან მაგრა, იმიტომ რომ ხა რაღაცა ხო უნდა მაინც მოგწეროს და თამარიცი რა, აი ბოდიში ვერ მოვახერხებ, ან რაღაცა ეს რა სისულელეებს მწერო თქვათ. ხო და გადის ახლა რამდენიმე თვე, არ მიკავშირდება და საბოლოო ჯამში მესმის ესეთი საუბარი რა. ევა. ეხა მესმის ილია მეორესთან გაიმართა საუბარი და ილია მეორემ შეიცნო რომ ევა შეიცნო. ეხლა ილია მეორე ვინ არის ვაფშე? ვინ არის ხო? ევა, კაი ადამი და ევა და ილია მეორე ვინ ჩემფეხია ვთქვათ ამ სულიერ იმაში ასპარეზზე. ეხლა ჩვენ აქ ბოლო ჟამში ყველა მეფე, დედოფალი, ფარაონი და ფეოდალი თუ ვიღაცა ქურუმ შამანი ყველანი განხორციელებულები ვართ რა, მეორეთ მოსულები ვართ და უბრალოდ ისა უნდა ამოვიცნოთ, თუ ვერ ამოვიცნოთ, მაგარი დაგვერხა ისე მეორე კრუგზე უნდა წავიდეთ 1000-ლოვანი და 10000-ლოვანი კრუგზე, რომ ისევ შევიცნოთ თავი და მოკლედ რა. მე ვფიქრობ, რომ ეხლა უკვე ამოვიცნობთ, დროა უკვე რა, ეს წერა-კითხვა ყველა მიცის, სოციალური ქსელები ინფორმაციას იძლევიან, უკვე ყველა ეხლა ასე თუ ისე აზია. ვინც აზია არ არის, იმაგარ სიბნელეშია და იმას მოიცვლიან, შეწირავენ. ხო და ეხლა რა ხდება? არ მკიდია გასო მაგათვის ყვიროდი და შეწირონ რაც უნდა შეხრაკონ თუ უნდა შეეჭამონ ესეთი ხალხი. წავიანდი სამწყსოს საჭმელები რო ხდებიან. აი ამათ ხალხი ამით განთავისუფლება რომ მინდოდა შეეჭამონ მოხარშონ რაც უნდა ის უკვე გაატყავონ სულ ეგეთი ხალხი სულ ფეხზე მკიდია აწი. ხო და ფეხზეც აღარ მკიდია აგერ გადმოვდე დავდე იატაკზე დავანარცხე ეგენი. ხო და ეხლა რაც შეეხება იმას რომ ის საუბარი ხო გავიგე მე რომ საუბარი არის ესეთი. ის გამოითქვა თუ არა ხმამაღლა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ილია მეორის საუბარი გავიგე. ევა. ანუ ევად აღმიქვა მე. გესმის? ილია მეორემ. ალიჰე, მალიხე ეს გაუგზავნე ის რომ აი ყველაფერი გავიგე მეთქი რა არის ალისხე, რა არის მალულიხე და ეს ალიჰე, მალიხე რას ნიშნავს და ვაფშე მეთქი რას გვაბოლებთ მეთქი რა და საბოლოო ჯამში აი ეს ლაზარე რო გამეხსნა მაშინ და საბოლოო ჯამში ილია მეორემ დაიბარა ერთ-ერთი ჩვენი საერთო მეგობარი რა რომ მოდიო სიკვდილის წინ. ეგ ხო 23 ნოემბრამდე მოკვდა. ხო და მიუხედავად რომ არავის არ ჯერა ეგ მადარდე არ ჯერა დაიბარა რომ მოდიო სული წმინდამ დამიბარა ესა სული წმინდის გზავნილი მაქო. ეს კიდე არ მივიდა იმასთან. გესმით რა ხდება? ხო და მე ესეთ რაღაცას ვფიქრობ, რომ იმ კაც კი უნდოდა მონანიება, მაგრამ ვინ მისცა იმის საშუალება, რომ მოენანია, მაგრამ ეს ვინც არ მივიდა მასთან, ხო? რომელსაც სული წმინდას რო უხსენებ, ეშინია ხოლმე. არა სული წმინდა არ დაბელაპარაკო სული წმინდის სახელით. და თანაც თეოლოგია. ხო და ისა რა ქვია თუ გეშინიათ მეთქი სული წმინდის კაცო თუ გიბარებთ ის კაცი მიდით იქნება რა უნდა გითხრათ ხო აგერ ჩემთან სახლშიც მოვიდა ილია მეორე მეთქი აგერ შავი მანქანებით გადმოიყვანეს ჩემთან სახლთან და შემოიყვანეს სახლი ესე ორმა კაცმა ყელებ გაშლილი ჯვარ გაკრული ხო და აგერ მოვიდა მეთქი ჩემთან და ჯვარი გადმოცა მეთქი და იქნება რამე უნდა გითხრათ მეთქი იმ კაცმა მიდით თქო რა რაღაც მივიდოდა მკვდარი იყო უკვე
ეგ მოხდა როდის? ნოემბრის ბოლოს მოხდა ჩვენი საუბარი, ხო? საბოლოო ჯამში, ნოემბრის ბოლოს არა, აი სანამ ნოემბრამდე გაცხადდებოდა ეგ. ხო და საბოლოო ჯამში რატომ მოვყევი ხო, ვინ იყო ილია მეორე? რა ურთიერთობა გვაქვს მე და ილიას? რო დავფიქრდი, ანუ რო ჩავედი უკვე რომ ვიმოგზაურე იმ დროში, თუ რა ევა და რა ილია ვაფშე, რა ილია და რა ევა, აღმოჩნდა რომ ეგ არის ანუ ილია არის ის, რომელმაც აი ნახე ევასთან კავშირშია, უბრალოდ როგორ კავშირშია ზუსტად არ გამომირკვევია, ეს სავარაუდოდ არის მასზე დამოკიდებული, ევაზე დამოკიდებული ვიღაცა იყო ეგ. ანუ თანასწორნი კი იყვნენ, მაგრამ რა პონჩი იყვნენ თანასწორი? ადამი არ არის. ადამი არ იყო, ადამის სული არ იყო ეგ. მაგრამ რომლის სული იყო ეგ? შესაძლებელია იალდაბაოთის სული იყო. იახვეში, რომელმაც აცდუნა ევა. შესაძლებელია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ კაიაფა, ანუ კაიაფას რეინკარნაცია არის ეგ და კაიაფა ქრისტეს აცავს ჯვარს. ისე სხვათა შორის ეხლაც ქრისტეს ეცილება სკამზე რო იცოდეთ. ის სკამი პანტოკრატორის არის, ქრისტე პანტოკრატორის და აგრეთვე ჩუაშვილმა უკვე განვიცხადა, რომ იმის არისო, ილია მეორის არისო, გესმის და ანუ იქაც ჩანს, იქაც კაიაფა ეცილებოდა ქრისტეს ჯვარზე აცვა. აქაც სკამზე ეხლა უყურე ჯვარზე აცვა, სხვათა შორის ქრისტე ისევ. იმიტომ რომ თავის თავზე მიიწება ის უწმიდესი და უნეტარესობა, ეს ქრისტეს ტიტული რა, რეალურად. და ეხლაც უკვე აი ხო მკვდარია და უკვე თავის წიწილებს ალაპარაკებს, რომ ის სკამიო. ქრისტე პანტოკრატორის სკამი, რომელიც არის, ილიასი არისო და არა ქრისტესიო, გესმის? აქ უკვე წავიდა დიდი ხა მაგომს მევხედავ და ვიღაცა ბრმები იტყვიან, რომ ეს წადი ეგზორციზმი ჩაუტარეთო რა, ჩემზე. ნუ ეგ ხა არ მაღელობს. ნაკლებად მაღელობს. ვისაც ესმის იმას ვესაუბრებ. ანუ ნახე მე ვფიქრობ, ევა ხომ აცდუნა მოგველმა. ევა აცდუნა მოგველმა, ოღონდ ნებით. ნახე ევას უნდოდა გველთან წოლა. ანუ გველი ის კი არ იყო ქვეწარმავალი კაცო, ის იყო ჩვეულებრივი ადამიანი, ელი იყო, ერთ-ერთი ღმერთი იყო, რომელმაც ცნობიერება მისცა ევას. და ევამ თავისი ნებით მოინდობა მასთან დაწოლა. მაგრამ იალდაბაოთმა, ანუ იახვემ და დანარჩენმა ელებმა ევა გააუპატიურეს და გააჩენინეს შვილები. გამოდის რომ ევას არც ადამთან უნდოდა და არც იმათთან უნდოდა მოგველთან მაგალითად იმ ელთან, რომელი ელიც ევასებოდა რა ეს ამ ევას. მაგრამ ეს ევა შეუქმნეს ადამს. და ეს ადამი ვაფშე არაფერ შუაში არ იყო, კაცო, ამ ადამიანს ლილიტი ენატრებოდა. ის თავისი ცოლი ენატრებოდა პირველი. ხო და ვაფშე უაზრობაში გახლართეს რა ეს ადამის და ეს ევაც ამ ხალხმა. და ვფიქრობ, რომ ეს იყო იახვეს სული რა, რომელიც ეცილებოდა იმას. მოგველს ეცილებოდა. ხო და ეხა ხო ყველაფერი ამოტრიალდა თქვენს თავში, რომ ეს იახვე მაგარი ტიპად იხვი და გველი. იხვი ხო მაგარ ტიპად წარმოგიდგენეთ, მაგრამ იხმა წესით გააუპატიურა ევა. თავისი ქმნილება გააუპატიურა და მოგველმა არ გააუპატიურა, ნებართვა აიღო ევასგან. ცდონება იყო თუ ეს რაც იყო კაცო. ნებართვა აიღო კაცო. აუ ძალიან სასაცილო რაღაცებს გეუბნებით, ალბათ თქვენ შოკში ხართ ეხლა, მაგრამ აი გამოვა ბევრი რაღაცა. კიდე რამდენი ელები იყვნენ? 270 ელი იყო ამ დედამიწაზე ჩამოსული. ხო, რაფაელი, მიქაელი, გაბრიელი, ზარიელი, ენებიც იყვნენ, არმენი მაგალითად. ხო და ური კიდე, არსი ალალური, და ურები და ელები და ენები. ურები, ელები და ენები რა, ეს სხვადასხვა პოზიციებზე იდგნენ ეს ტიპები, ახლა ვისაც ცივილიზაცია ჰქონდა ამ დედამიწაზე ჩამოტვირთული და ჩამოტანილი
და გინდა ადამიანს შექმნიდნენ, გინდა ადამს და გინდა ევას შექმნიდნენ, მაგათთვის პრობლემა არ იყო. უბრალოდ მე საინტერესო ის ეს ევა ისეთი ტიპი გაიჩითა, რომ ცნობიერება მიიღო ევამ რა, რომელსაც არ მოელოდნენ, რომ ევა ესეთი მაგარი ტიპი გაიჩიტებოდა, მაგრამ ეხლა მე მაინტერესებს ის ლილიტი ვინ არის. საწავიდა ის ლილიტი და რაში განხორციელდა ის ლილიტი. ადამის პირველი ცოლი. ვინ არის ლილიტი? ხო, საინტერესოა იქ. მაგრამ იმ ევა რატო თქვა ეხლა რა? ეხლა ლილიტსა ევას შორის ხო მიდიოდა კონკურენცია, რომ ადამი ევასებოდა ორივეს, მაგრამ ლილიტმა დიდი ხანია დაადო ადამს და თქვა, რომ შენ შიქო არა გაგო ბიჭო, შენ გაგიყადრებ ეხლა თავსო რა, ადამიანს რომ მოუნდა მას ეს ბატონობა. და წავედიო რა, ვაფშე ვინახარო შენ არც ენა იცი და არც სულიწმინდის გაგიგება არაფერიო. ამ ლილიც კი და მაგრე გაიგებოდა სულიწმინდას ენას და სიტყვას რა, გამოთქვა ისეთი სიტყვა, რომ გაფრინდა, ფრთები გამოება და გაფრინდა. და ესევა კიდე საცუთავიევა შექმნეს იმისთვის, რომ ამ ადამიანს რა ვიღაცა ყოლოდა და ეს ცხოველებთან არ ქონოდა სექსი. თორემ მანამდე ცხოველებთან ქონდა სექსი ადამიანს და აღარ იცოდა საწასულიყო და რა გაეკეთებინა. ანუ ისეთი ისტორიებია, რომ მაგარი გაგიკვირდებათ რა და საბოლოო ჯამში ეს ევას რო გაუჩენენ და ბიჭო, ეს ევა ამ ელებთანაც არის და ამ ადამიანთანაც არის, ნაბოზვარი ქალია. ნაბოზვარი. რა ქნას ეხა ევა გააჩინეს იმისთვის, რომ გაეწია სექს პარტნიორობა ადამიანისთვის და მაგისთვის გააჩინეს და იმელებმა ევააცნეს რა ევას ბრალი იყო, ხო საწყალი ევა. აუ ისე რაც ცუდია რა. აი ხლა რა ეს მქონდა რა ქვია, ჩვენ სამი მამალი ყავდა და ერთი კი ორი დედალი შემოგრჩა რა და მოიპარეს ხან მოკვდა ხან რაღაცა რა და დარჩა ორი დედალი. ბიჭო, არ მივაქციე ყურადღება და ეს დედალი ისეთ დღეში ჩაუგდიათ ამ მამლებს, მოკლეს. და მანდ მივხვდი, რომ აი ძალიან მამაკაცი არის, აი დაუნდობელის არსება რა. აი როგორ ცხოველებში არ დაინდეს დედალი რა. აი როგორ შემეცოდა ის დედალი რო იცოდეთ რა. ეს ევაც მაგისთვის შექმნეს. წინ და უკან დადიოდა ეს ელების წარმომადგენლობა და ხან ადამიანს ვაბჟე ვინ ეკითხებოდა ელს თუ მოუნდებოდა, იმ ღმერთს თუ მოუნდებოდა ევასთან, ადამიანს ვინ ეკითხებოდა მაგათი შექმნილ წიწილს. ხო და მოკლედ რა, აი ესეთ ისტორიაში გვაცხოვრებენ ხალხო და ვიღაცას კიდე გონია რომ უწმინდეს და უზენდერჯეთი იოჯღლე. ეხლა ტრეკი არ გეგმი. იქიდან გვიფარველე. აგიყო აგერ გვიფარველობდა და იქიდან რას გიფარ. მოკლედ რა, მაგარი ცოდოები არიან ის ხალხი, ვინცაც გონიათ რომ აგ ვიღაცის ფარველობა შეუძლია. კაცი უნდა მოვიდეს გონს, ხო, სოფო კაცი არის მხეციო, მხეცად შექმნა თითქოს რა, აი თითქოს რაღაცნაირად მხეცივით არის ეს კაცი მართლა. აი ფალოსზე არის რა აგებული ეს კაცი და ვფიქრობ რომ რაღაცნაირად უნდა მოახერხო რა მამაკაცებმა და ეს ფალოსიდან ავიდნენ აქ რა. აქ თუ ავა მამაკაცი მაგარი კაი ტიპი გაიჩიტება რო იცოდეთ რა. ძალიან მაგარი ტიპი გაიჩიტება. ძლიერი, ანუ ფიზიკურად ძლიერი და გონივრულად ძლიერი. და ქალსაც არ შეხედავს, რომ რაღაცა დაქვემდებარებულია მასზე. რატო აი ჯერ შენ თავს ხო უნდა სეპატივი, რომ ისეთი ქალი გყავდეს გვერდში, რომ არ გინდოდეს ტრიაპკად ბიჭო და მონად. შენ თავს ხო უნდა სეპატივი და თუ შენ თავს არ სეპატივს, როგორი ქალის გიდგას გვერდზე, ისეთი ბანძი სულის ხარ რა. თუ შენი ცოლი მხოლოდ სამზარეულოში დგას და 24 საათი ჭურჭლების და იმის რეცხვაშია და ხეხვაშია და ბავშვების მოვლაშია, იგივენაირი ბანძი ხარ შენ სულიერად რა. თუ შენს ბიჭო შენ მეორე ნახევარს, შენს გვერდზე მყოფ ქალს თუ პატივს არცემ შენ. ეგ რანერი კაცობა გამაგემინე, ეგ არის ისა.
იახოველობა რა, იხვობა. რომ ისა ქალია რომ დაინახა რომ ისა გველმა მოგველთანაც ქონდა შეშინდა აქ არის აბსოლუტურად აქ არანაირ სიწმინდებზე არ არის საუბარი მეგობრებო აქ არის კონკურენციაზე საუბარი იმ იახვემ იხმა რომ ნახა რომ მოგველთან ქონდა სექსი ევას კონკურენცია გაჩნდა და მაგარი დასაჯა ორივე რა ტიპმა ეჭვიანია ეს იხვი ეჭვიანი და მკვლელია, რუში და ხეცი მოდგმისა, ცხოველის თავიანი. და მაგას ადიდებენ, ბაალი დაარქვეს თუ ტყემალი ეგ არ არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვისი სული აქვს იმ ბაალსაც, იხსაც და იმასაც და ეხა მე მაგალითად გველს ვერ ვამტყუნებ, იმიტომ რომ ჩვენ რო ენა გვაქვს, ჩვენ რო აზროვნება შეგვიძლია გველის დამსახურება და მონობა არის იახვეში რა. მონად უნდა ადამის და ევაც. როგორ მონად იცი? ცხოველებიო და მოუარეთო ეხლაო რა. ცხოველების მწყებსად დააყენა, რომ თვითონ ეზარებოდა ამ და ხორცი ხო მაგრად უყვარს ჭამს ხორცს. იხვი. ხო ჭამს ხორცს. ხო და თვითონ არ მოეარა და ამ ელებსაც ვეღარ იმორჩილებდა უკვე შიქომ არა გაქო სულ არ მინდა ხორცის ჭამა ალბათ ეუბნებოდნენ და შექმნა ეს ცხოველები დააყენა ადამი და ევა წყემსად მიდი უარეთ ეხლა იქ ვენახში ის მოსავალი მოიტანეთ ეს მოიტანეთ ის მოიტანა და აი ვინ არის თურმე გამომყენებლობითი ღმერთი და გველმა კიდე ევას ცნობიერება მისცა გველი არ იყო ის მოგველი იყო ჯერ იგეთიც როს ჯი ვინ მოგცა უფლება როს ჯი რა თუ თავისუფალი ნება მიანიჭი ადამიანსაც და იმ ელებსაც შენი რა ტრაკის საქმეა ისინი რას გააკეთებენ მითხარი ხო თავისუფალი ნება მისცა არ მიუწეს იგი თავისუფალი ნება იქ დაუწესა ეს არ გააკეთო ის არ გააკეთო თუ გინდა რომ 60-ში იყო და რა ჩემ ფეხები გვინდა იმ 60-ში თუ ეგეთი მონობაა იქ გამაგებინეთ ერთი რა ოხ ერთმა მეუფემ არ გინდაო ღმერთს ემსახურო აბამაშ რა გინდაო ღმერთი რანარი ღმერთია თუ შენ მოსამსახურედ გაგაჩინა ეგეთი ღმერთი შეიკვეთონ უკან ყველამ არ მინდა ეგეთი ღმერთი. აგერ მოვიდა ქრისტე და მითხრა რომ ჩემი ღმერთი არ არის ეგეთი გამომყენებლობითი დამსჯელი და ასე შემდეგ. ჩემი ღმერთი სხვანაირია და მიუბაზე ქრისტეს ღმერთს. არა, იხვი ყოფილა ისიც იხვი ყოფილა და ისიც იხვი ყოფილა ამაჭკუაში ჩამოვიღა და აგერ იხვზე მაგარი აგერ ილია ყოფილა და რა ვიცი მე. ბიჭო, იყოს იხვებისა და რეპტილიების ქვეყანაში. ხო და კიდე ერთი ჩემთვის ვეკითხები რა გაგაბედინა და აქ რამ ჩამოგიყვანათგო და ვაიმის დღეს ვინც მე აქ ჩამომიყვანა და ვინც ჩემზე ილოცა რომ მოდი აქაო და მოდი გუშველეო ვაიმის დღეს მოვცხებ ტრაკოზე იცოდეთ რა აბა რომელმა ილოცეთ თამარ მეფეზე რომ ჩამოდიო ვინ უძახდით თამარ მეფეს აი იქ დაიწყეთ სულ ყველა რა ვინ უძახდით თამარ მეფეს ჩამოდიო ჩამოვიდა მე რა გიქნათ ეხლა მაგანა გეუბნებათ აგერ ვარო და არ უჯერებთ რა ვქნათ ეხლა აბა რა ვქნათ ეგრე დაელოდეთ სხვა თამარ მეფეს მოვიდეს სხვა თამარ მეფე ისიც რომ მოვა და გეტყვით თქვენში იყო არა გაქვთ ხალხო თვითონ უნდა გაანძრიოთ ხელებიო მე კიდე სხვა თამარ მეფეს დაელოდეთ და ასე მე ქრისტეს დაელოდეთ მე ილიას მეორედ მოსვლას დაელოდეთ მაგარს აი ცირკში ხართ რა ცირკში აღარც მეცინება უკვე მაგარი ცირკში ხართ რა პროფესიის ვარ მე რო პროფესიები მაქვს რა ჩამოთვლის მაგას უამრავი პროფესია მაქვს ჩემო კარგო თამარ მაგრახსნიო ერთი მიმოზაწერს გადავბჟირდი მართალი ხარ ხო მაგრახსნი მე ყველაფერს ძალიან მაგრახსნი უბრალოდ აი დაკომპლექსებული და თავში შურუპები რო აქვს მოჭერილი ის ვერ უშვებს თავის შურუპს რომ ოდნავ რაღაცა გაიგოს
აი თან მეკითხებიან გესმის რამ გაგაბოროტა ესეო და თან უხსნი გესმის და თან არ უნდათ გაიგონ და თან მეკითხებიან ამ ლაივმა მოჯეკრა შენი ყველა გამოსვლებიო. ესეთი შიგა და შიგ მაგ ხოლმე 1500 ვიდეოდან კი. ვისაც არის, ვინც არის იცით ჩემი ვიდეოები, აქ Facebook-ზე მიშლიან მე ვიდეოებს გესმის? 4 წელია ვსაუბრობ და ის ვიდეოები ყველა წაშლილია, მაგრამ ყველა არის YouTube-ზე ატვირთული. Liquid Dogma თამარის ლაივი მოძებნეთ იქ, ნებისმიერი, აი თუნდაც მოძებნეთ თამარ მეფის ჯვარი. პლეილისტი არის ესეთი და აი უკვე ნახავთ მე იქ გადახვალთ ჩემს გვერდზე და ნახავთ თუ რამდენი ვიდეო მაქვს ჩაწერილი და ზოგი ესეთი ხუმარა და რა ვიცი ყველანაირი ვარ რა ეხა სული რომ გამოცდილია ყველანაირი მდგომარეობა გამოცდილი აქვს და ყველანაირი მდგომარეობაში შეუძლია დაგარნახოს თავი. ამიტომ ზოგ სალოსებს უწოდებენ ზოგ გიჟებს, ზოგს გადარეულებს და ზოგს ვერ უგებენ და საერთოდ დაჭყიტილი უყურებენ ხოლმე. ხო, დაწყობილი ხალხი, ვისაც ცოტა ისე იუდეური სისხლი აქვს თავის გენში, იქ დგას ლექციებზე დგას და ლექციებს კითხულობს, ბაჭრობს რა თავისი ცოდნით. ცოდნით. მოკლედ ერთი სიტყვით აი ესეა რა მეგობრებო რა ჩვენ ვცხოვრობთ აქ ძალიან საინტერესო დროში. ყველა როგორც კიდე გეტყვით რა ყველა მეფე, ყველა რა ქვია მაგას ფარაონი, ყველა შარლატანი, ყველა ქურუმი, ყველა პატრიარქი დაბადებულია. აი ეს ილია იყო ერთი პატარა ბიჭი იყო, როგორც ჩანს ახლა ეგრო გავა. მაგის რეინკარნაცია თუ მოხდება საერთოდ ალბათ დაიბადება ისევ ახალშობილი და ახალშობილი იყო ალბათ 12 წლის სული რა მეტი არ 12 რეინკარნირებული სული ქონდა მაგას 12 ჯერ. წარმოგიდგენიათ ახლა ჩვენ რამდენი წლისებიც ვართ აქ რამდენი წლისებიც მოვესწრებით მეორედ მოსვლას იმდენი წლის რეინკარნაცია ქონია ანუ იმდენჯერ რეინკარნაცია მე სულ ცოტა 41 და სულ ბევრი ახლა ხო ვიცი როდესაც დაიწყო 64-მდე რა ეს და ხო სულ დამავიწყდა მე თქვა ადრე გითხარი აქედან ვიყავი 17 ჯერ მეფე ორჯერ სამჯერ პატრიარქი და ერთხელ მატრიარქი წარმოგიდგენიათ აუ ჩემი მდგომარეობა ეხლა აქ რო ვარ და ამ ვითარებას რო უყურებ ტიტუ არ გცხვენია ადამიანო რაც გაიუბრალოვე თავი მეგი შესაწყალო კაი რა გამიცანი ჩემო საყვარელო გამიცანი და მე თქვი შესაწყალო წოლილი ხო ძალიან საყვარელი ხო გავიუბრალოვე კი არა ხო იცი რომ ყველაფერი გენიალური უბრალოებაში რო არის ხო იცი ხო და ქრისტერო ვირზე შემოიჭდა ხო იცი ჯიპებზე კი არა ვირზე შემოიჭდა ხო აბა რა გინდა ახლა გავიუბრალოე თავი იმიტომ რომ ეგრე უნდა მოვახერხოთ ბოლოს მაინც ეს როგორ გავარკვიოთ თამარ დაახლოებით ხვდები მაგრამ მაინც მაინტერესებს მე ვარკვევ მაგას მაგისი ტექნიკა მაქვს და ხო თუ გინდა გამოგირკვევ მაგრამ არ ვიცი რამდენად კარგი იქნება. შემიძლია გამოგირკვიო სოფ, ოღონდ შენ უნდა ანუ რო ვნახავთ ერთმანეთს ლაივში, აი ის პირისპირ რო ვნახავთ, მაშინ გამოგირკვევ. მე ვახსენებდი თამარსაც და თავისაც აი იმიტომ ხარ აგერ შეიმიცანი იცანი იცი საინტერესო რა არის მეგობრებო ბევრმა ხომ იცნო და ბევრს ხო შეეშინდა ამ საკითხის ბევრს შეეშინდა იმიტომ რომ რეალურად ვინც მიცნო ხო ის უკვე რეალური ფაქტის წინაშე დადგა რომ რაღაცა საუცხო არსებობს ამ საყაროში რა ეგრე არ არის რომ ჩვენ გარდავიცვლებით და შეომერი იქ ველოდებით ქრისტეს
არ ველოდებით ქრისტეს ჩვენ თავებს აღვიდგენთ ხოლმე, სულს აქვს ეს უნარი, რომ აღიდგინოს თავი. ყველას არა, მაგრამ აი ახლა ილია რამდენად აღიდგენს თავის თავს, ეგ ეჭვმეპარება მაგაში ის 1500 კაცი რო იდგა, ეგ არაფერი არ არის, მეგობრებო რა. აი თამარს მთელი მსოფლიო იცნობს. ნუ ახლა მაგაზე ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მთელი მსოფლიო მონოდინში იყო თამარის რა. თვით ეგ მასონთა საზოგადოებას, თქვენ რა გონიათ, ხელს რატო ვერ მადებენ? ამდენს რო ბლატაობ, ხელს რატო ვერ მადებენ თუ იცით რა? იმიტომ რომ ვერც დამადებენ ხელს. აქ იმხელა საკრალურ საკითხს ვეხებით ისინიც და ჩვენც, რომ ხელს ვერ დამადებენ ეგენი. იმიტომ რომ იციან, მაგათმა ყველაზე კარგად იციან მე ვინ ვარ. გესმით? არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ გააქრეს. ამ საკითხებზე, რაზეც მე ვსაუბრობ, ეს დაიწყო და არ გააქრეს, არ არსებობს მეთქი რა. ხელს ვერ დამადებენ ეგენი, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან მე ვინ ვარ. ამას ვერ აუხსნი ახლა ბრმა ხალხს, ვისაც ატყუებენ ეგენივე რო ატყუებენ, რომ აგე იქ ცხრებად რო ყავდეთ და რო ჭამენ მერე სამწყსო, თავისაც სამწყსო რომ მეტ ცხვარს ჭამს ვიდრე მტერიო. ენოქს რა კარგად უწერია დედას ბიჭარო, მაგარი გენიალურად რა. აი ეგენი რო თავისას ატყუებენ რაღაცებს, ხო? ის ხალხი რომ მე მებრძვის, რომ ვითომ იმათ რო იცავს თავის სამწყსოს, რომელიც ჭამს ეგ მაგ ცხვარს. არ ყოფილა ღირსი, აი ჭამის ღირსი ყოფილა ეგა რა. არ რო ვერ ხედავ ვინ არის შენი რეალური მამა, გადამრჩენელი, მაგას რო ვერ ხედავ, უნდა შეგჭამოს შენმა წინამძღვრმა აბა, ვინ უნდა შეგჭამოს? ჩემნაირი მაგას არ შეჭამს და ის ვინც მაგას ჭამს, იმას ტრაქში უძრება. ხო და შეუძრეს, ეგ ცხვარი, ფარა, ერთი და იგივეა. რა თქვენ გონია ფარა თავის მწყემს არ მიყვება ხოლმე და მე და გამოჭრის მერე ყელს და შეჭამს ხოლმე თავისი მწყემში, ხო? იგივე ვითარება არის აქაც თქვენ. ლიზიკოს ძალიან უყვარხარ, მართლა სულ გახსენებს თამარ მეფეს მიწერე დაურეკე. ივანე რა ხდება დედიკო? დაურეკე ლიზაზე ლექსი რატომ არ აქვს დაწერილიო? რამდენი ლექსი მაქვს დაწერილი? რამდენი ლექსი მაქვს დაწერილი, ღმერთო ჯებო, მეზარება, კითხვაც მეზარება ხოლმე, რომ ავიღებ წიგნს და გადავშლი და კითხულობ და რაღაცა ვითომ ხალხი ხო არის ხოლმე, გადაშლის წიგნს და უი რა კარგი რაღაც წავიკითხე, იქ იცი რა ეწერა. აუ მე კიდე ესეთი ვარ რა, აუ ეს ხო ვიცი და რაღაც ახალი მითხარით რა. ხო და ახალი, სხვათა შორის ახალი ცნობიერება, რაც ეხლა მე შევისწავლე, ეს არის დეციკიდედი კომიტიკი. ეს არის ისა ინტერნეტის ისა რა ქვია, IT. ანუ ეს რა ციფრული. ხო და ეს ციფრული ძალიან საინტერესო რაღაცაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ციფრული ძალიან ბევრ დროს გვართმევს და ბევრ ნერვებს და ჯანმრთელობასაც. ნეტა მართლა თამარ მიყვარხარო მანანაწერს. მე მაგას მივხვდი ყველასგან დამოუკიდებლად, კიდევ რამდენამეს ხვდები და ვერ ამოვთქვა. იმიტომ რომ ბევრს ხო შეეშინდა, ანუ ბევრს რეალურად შეეშინდა. აი მაგალითად იმ თეოლოგს რო ვესაუბრებოდი მე რა, თავიდან მანახა, მე რომ დამინახა, ჯერ გაკვირვებული მიყურებ და გასაგებია. მერე მანახა თავში ხელმძღვანელობით დაწერილი თამარის ხატი. ეს თამარის ხატი, აი რა ხელები გამიხმა და არ გადავიღე მაშინ რა. რო დავხედე რა და ეს მიყურებს ესე რა და უნდა გაჩვენოთო რაღაცო რა, თამარზე ჩამოვარდნილ. მაჩვენა ეს და ხედავ რომ მე ვარ ესე დაახლოებით 50 წლის ასაკში, ცოტა ხანში შესული ასაკში.
და ვუყურებ ამას და მეცინება ეხლა რა უთხრა რომ მე დავხატეთო და არაფერი არ თქვი მე დავის კოლეგასთან ერთად დამაჯინა ხო და აი სხვათა შორის ის აიფონა რო არის მაგისი ყოფილი ცოლის გვერდით დამაჯინა და ეუბნება რომ ნინო ხوار გეცნობა ხო და უყურებთ ეხლა ამ ფრესკას ესე და რამდენიმე წლის მერე მოვიკითხე ეს ფრესკა რომ შეგიძლიათ მეთქი ისევ ის ფრესკა მაჩვენოთ თქო მაშინ რომ მაჩვენეთ მეთქი და არაო მე სხვა რაღაცა მაჩვენა ხო მაგრამ ის არ მაჩვენა გესმის ის აღარ მაჩვენა ა მე სხვა არ მაქვს დახატულიო არა მეთქი შავები რო ეცო მეთქი თამარს აი ეს ხელი რო ეჭირა რომ მოდიოდა უკან ეკლესიები რო იყო მეთქი არაო არაფერი ეგეთი არ მახსენდება გამოიშტერა თავი უცბად ხო იქ ბეთანიაში ხო წაუშალეს ის ხალი აგერ მე უკვე მელქისედეკი ამბობს რომ მეც ვიციო მან დრო ეს ხალი ქონდაო თამარსო ეხლა რა თუ არა აქო საინტერესოა ერთი საინტერესოა ხო და რატო ეხლა შეეშინდათ ხალხს რეალურად შეეშინდა ეხლა წარმოიდგინე მე მივეჩვიე მაგას ნელ-ნელა მივაჩვია ცხოვრებამ რომ ხან ანუ ეტაპურად გამიცხადა რა ფეხ რომ პირველად ეხლა ის ბიჭო ისეთი დამთხოვები არ არსებობს რა და რო ვუყურებ ჯერ შოქში ვიყავ მეთქი ეს რა დამთხოვა ეს რა დამთხოვა და ერთი 15 დამთხოვა რო ავედი მე მეთქი ეს არ არის დამთხოვები ეს რაღაცა არის მეთქი რაღაცა საყურადღებოა რა და საბოლოო ჯამში რომ ამ ხალხსაც რომ ვაკვირდები ეხლა ვინც მე-12 საუკუნის საკითხებს განიხილავს რა რეალურად ვინც ამოვიცანი ყველა მე-12 საუკუნეს ეტმასნება ყველა მე-12 საუკუნეს ეტმასნება რა ანუ სულს მეხსიერება აქვს და თავის მეხსიერებას იხსენებს ქვეცნობიერად რა ხა მაგათ გაცნობიერებული აქვს თუ არა ეგ არ ვიცი მაგრამ მე რაც დავაკვირდი ისინი ყველანი მე-12 საუკუნეს იხსენებენ და როდესაც მე ეს უთხარი მათ ყველას შეეშინდა რა თქმა უნდა შეეშინდა ახლა ესეთ რაღაცას გიჟათა საგიჟეთში მოათავსებენ ესეთ ხალხს ვინც ხმამაღლა ლაპარაკობს აგერ იყო ქალი თქვა და მოათავსეს საგიჟეთში მეორეც მოათავსეს საგიჟეთში მე რამდენი უნდა მოათავსოს საგიჟეთში ხო და ეხა ამდენი საგიჟეთში მოხვედრა ნამდვილად არავის არ უნდა ხო ხმა ოჯახები ყავთ ადამიანებს და თავიანთი ცხოვრება აქვს ეხა ვიღაცამ იმის გამო რომ მე-12 საუკუნეში რა ხდებოდა ის გაარკვიოს დღეს რატო უნდა დაისაჯოს ხო არა და რეალურად რომ მაგისთვის მოვედით ეგ აღარ ახსოვთ რა მაგრამ მაგასაც გაახსენებენ მე აღარ გავახსენებ უკვე მე ჩავიქნიე ხელი მაგრამ ზეციური ძალები გაახსენებენ მაგას რა და ყველას აბსოლუტურად ყველას გაახსენებენ ვინც მაგისთვის არის მოსული რომ მე-12 საუკუნე აღადგინოს და ის დროები ერთმანეთში ჩააჯინოს მე-12 საუკუნე პირველი საუკუნე და 21 საუკუნე ხო და საბოლოო ჯამში არის ესეთი მომენტი რა რომ ადამიანს მიაჩნია ეს სიგიჟეთ და ამას მე მივეჩვიე უკვე იმიტომ რომ ხვდები რომ აგერ იმ ადამიანს ვესაუბრე გაძა მაგარი ცნობიერად ამაღლებული პირი შეუძლია რომ ის ჩაიჭრიდოს მაგრამ აქ ხვდები რომ იქ რა შვება იცი აი ბლოკავს არა ჩუმად რა არ გვინდა მაგაზე ლაპარაკი ესე იქ ბლოკავს სადაც სუსტი წერტილი იქ ბლოკავს სადაც არ უნდა რომ თავის თავი დაინახოს იქ ბლოკავს ბლოკ ხო და გადააგორეთო რა ის ლოდიო რა ქრისე გვეუბნება რა ის ბლოკი გადააგორეთ რა აღარ გინდათ ეს ბლოკები რა გადააგორეთ თავისუფლად ვისაუბროთ რა ყველაფერზე რა სიგიჟე ეგ არის და რა შესაშინებელი ეგ არის ადამიანი საუბრობს რაღაც შემეცნებაზე ხო რაღაცა ფილოსოფიაზე არ შეიძლება ვისაუბროთ მაგრამ ამაზე რომ ვისაუბროთ მე მონები აღარ გვეყოლება ჩემო კარგო ეხლა ყველა რო ცნობიერებიდან გამოვიდეს და მიხვდეს რომ თურმე ისევ და ისევ ვიბადებით იქ ესე გეტყვი შენ შიქო მარაგაკ მე არ მინდა შენი მონობა მე მინდა ის ვაკეთო რაც მე მსურს და სისტემას მე ვიღა მოემსახურება იმი ხსვინ მოემსახურება ერთი ასე რომ ჩემო კარგებო კი ილია მეორე თქვენი საუკეთესო მამა იყო კარგად შეგჭამათ ყოჩა აი ესეთი ყოფილა
რა პრობლემაა? არც მაგის აღიარება არ მიჩნევს. ძალიან მაგარი ტიპი ყოფილა რა. ამდენი ხალხი თუ დაადებილა, მაგარი ტიპი ყოფილა. როგორ არ ვაღიარო? როგორ არ ვაღიარებ? მაგას ვაღიარებ საუკეთესოზე საუკეთესო მამას, რომელმაც ყველაზე მეტი ცხვარი ჭამა. აბა ეხლა ეგრე ხო არ უნდა მოხვიდი აქ და თან წყემსი იყო და თან ცხვარი აჭამო? ეგ მაგას მარტო ჩემნაირები აკეთებენ. ჩემნაირი სულელები. იმათ გადარჩენას რო ცდილობენ და მარხვას და შიმშილს. ნატო, რაც მე საეკლესიო პირებთან მაგაზე ვდებატობ, საჯაროდ? საჯაროდ? რა კარგი კითხვა დამიში, მაგაზე მართლა არ მიფიქრია. საჯაროდ ვინ დამეთანხმება ბიჭო, შინაურულად არ მეთანხმებიან მაგაზე და საჯაროდ მაგაზე დამიწყებენ საუბარს. იმიტომ არ მიფიქრია ეთყობა, რომ მივხვდი სადაც არიან. გაჭედილები არიან ინტერვის ბლოკში. იაბლოკ და всё, მორჩა მიაბლოკეს ყველაფერი. აქაც არის ზუსტად ვაშლთან მივედით, რომელიც ბლოკავს, ხო? არა. ეხლა საჯაროდ რომ აღიარება მივიღე, მარტო იქ მივიღე ბეთანიაში, რომ ეს ხალი წაუშალოს. ეხლა მეტი აღიარება მე რაში მჭირდება? ბიჭო, 5 წლის წინ თუ გქონდა ეს ხალი და ვნახეთ მე და ჩემ მამაუღლო და მე აღარ გქონდა, იმიტომ რომ გავაცხადე ეგ საკითხი, ხო? ჩემსა და თამარ შორის პარალელებია. ამაზე მეტი აღიარება რა გქონდა? იცით ბეთანიაში ყოფილხართ თქვენ? თამარ მეფის ფრესკა გინახიათ რამხელაზი არის იქ მაღლა? 14-იანი თამარ მეფის ფრესკა არის. იქ ვინ აძვრებოდა? თავს შეიწუხებდა მხოლოდ ის, ვისაც ეშინია, ხო? ეხლა ჩემნაირი ადამიანი იმას არ გადააშლიდა, იმიტომ რომ იქ ვერც მიწდებოდა, იქ უნდა ასულიყო კიბით. ხო და თანაც ისეთი კიბით, რომ ძალიან დიდი კიბით რა და ანუ ეს იგი მაგრად შეეშინდათ, ანუ ეს იგი მაგარი აღიარება მივიღე მაგათგან უკვე. რაში მჭირდება ეხლა ვიღაცა ხალხის ცხრების აღიარება მე? აღიარებული ვარ, ხედავ მაგრად ეშინიათ ჩემი და ეხლა მეტი რაღა გინდათ. მომკლავენ, არ მეშინია სიკვდილის, გადაყო გეუბნებით აგერ ჯვარზე გამაკარით მეთქი, აგერ დგავარ და გეუბნებით. აღარ მინდა აქ ამ სიბნელეში არ მინდა. ჩემ შვილებს მოუვლის ჩემი ქმარი. აღარ მინდა მეთქი აქ დავიღალე უკვე აი ამ სიბნელეში. ყველაფერი გადმოტრიალებული რო აქვს. არ მეშინია სიკვდილის მეთქი, ხო გითხარით არა? ხო და ყველაზე მეტად იმის ეშინია იახვეს და იხს კაცი ნახოს, რომელსაც სიკვდილის არ ეშინია. იფიქრე, გვინდა ორიო მხარეს მოგისმინოთო. აგერ წავალ და ხვალე ჩავწერ მელქისედეკთან და რა, იმან რო თქვას მერე რა. აი ვთქვათ ვიღაცა მელქისედეკმა თქვა, რომ კი, შენ თამარ მეფე ხარ, კი, აი მე ვიცი, გიცანი და მერე რა, რამე მოხდება მაგით? თქვენ გონით, რამე მოხდება? მე იცი ვისთან უნდა ჩავწერო ინტერვიუ, იხვთან. იხვი უნდა ვნახო სადანი. იხვს ვეძებ მაპოვნინეთ რა. არა, საბოლოო ჯამში იხვში რო სინათლეს შევა, აი იხვში რო სინათლე შევა, მერე უკვე საბოლოო მიზანი სოფიასი ეგ არის, რომ იხვში შეიტანოს სინათლე რა. იხვი იცით ხო ვინ არის? იახვე. იახვე. ხო. ამა სოფლისა ბნელეთის მამა რო არის, აი მაგელი იახვეში რო სინათლეს შეიტან სოფია თავის ქმნილებაში. მაშინ უკვე იახვე აღიარებს სოფიას დედამისად და როგორც იქნება დავისვენებთ რა. ბავშვი ცუდად ახველებს სიცხე გაუზომო, ხო, იქ კუნთრუშა აქვთ ბაღში და ეტყობა გადასდეს. რა ვქნათ, ესე ხდება ხოლმე, მეგობრებო, რამდენიც კიდევ დიდი ვირუსი დადის, აქ დაატარებენ კი არ დადის. რა ვქნა ანტიბიოტიკები ხედავალებინე ჩემ ფუჩულას, ხვალ დავალებინე ბზალბიას ჩაის.
შენ ისეთი ძლიერი ხარ, კიდევ დედამიწაზეო, ამიტომ კიდევ ჩამოგვიშვებენ ქვევით დედამიწაზე, ამიტომ ჯობს იყავი შენს დღემდე და გაიხარე შენს ოჯახთან ერთად. აუ, იცით რას მეუბნებით ეხა იცით რას მეუბნებით? ადამიანმა რო უთხრას ქრისტეს, რომ აი დედა შენთან და შენს ბნელ მოწაფეებთან დარჩიო რა. და ქრისტე რომ თქვენ აი ესე ხო არ გაქვთო გეტყვით რა. ადამიანი რომელიც დაინახავს ამ სოფლის ამაოებას, არაფერი აღარ უნდა აქვს. არანაირი, აი ერთადერთი გასაძლისი ატანას თუ მოითხოვს რა, მომეც შოთა რუსთაველს აქვს ნათქვამი. როგორ კარგად აქვს ნათქვამი, წარსატანისაო. ატანა მომეც ამასოფლისა სატანისაო რა. გამახსენეთ ეგ კუპლეტი. გეხსომებათ. მოკლედ არაფერს არ გთხოვო, გარდა იმისა, რომ მომცეო იმის ატანის უნარიო, რომ აიხლა ეს ყველაფერი ავიტანო რა, ყველაფერი გამჭვირდეო და ვაფშე სადვარო რა და ამის დედაცო რა ერთი რა, აქ რა მინდაო. ხო და ეგრე ახლა მეუბნებით ბავშვებს და იმას მიხედეთ და რა მივხედე ბავშვებს და მოვკვდი მე რა ეს მაგარი ტიპობაა? არ მევასება მეთქი რა, არ ვარ მაგისთვის ჩამოსული რა. მე არ ვარ მაგისთვის ჩამოსული. თქვენ შეიძლება მაგისთვის ჩამოსული ხართ. მე არ ვარ მაგისთვის ჩამოსული. რომ ბავშვებს უარო და მიდი შედი კუხნაში და მიდი გააკეთე ეს და მიდი გააკეთე ის. არ ვარ მაგისთვის ჩამოსული ხალხო, რა ვერ გაიგეთ რა. რატო მატენით ამ რაღაც თქვენ ამასოფლისა რაღაც ბანძობებს, სიბანძეს, ა? თამარ მეფე ხარ? ვიყავით შემოგედგო, ვიყავი. გემსახურეთ ერთ დროს. გიწმინდეთ ტრაკი, ეხლა დედაც მოგსწყნიათ. გრძნობ, რასაც ამბობო დავითი, ხო? აწი თქვენ ემსახურეთ თქვენს მწყემსებს, ნატო. აგირჩევთ არჩევნებზე, ანუ მეფობა აღვადგინოთ, რა ვქნათ სხვა, აი ესეთი ხალხი. ღმერთოსაც ჩამომიყვანე აქ. ესეთი ბნელები რო არიან, რატო ჩამოვედი აქ, რატო გამომიშვი აქ რა. მეფობაზე რო ანძრევენ, აი ესენი ვინ არიან ჩემი რა. აი ეს ბნელეთი ვინ არის? ფუ, რა მალაქიები ხართ რა. მართლა როგორ გავარკვიო რა მისია მაქვს შესასრულებელი. ნაზი, ეს შენ ნატალურ რუკაში წერია. მიდი ასტროლოგთან და გეტყვის. საგარელთან მიდი. შენ თვითონ თუ ვერ არკვევთ, საგარელთან მიდი და დაახლოებით მიმართულებას მოგცემს. ეხლა ჩემი რჩევა არის, რომ თითოეულმა ადამიანმა თავის თავში იმოგზაუროს და გაარკვიოს ის რისთვისაც არის მოსული და არ დასჭირდეს სხვები, მაგრამ აი ესე რო ამბობთ ხოლმე, როგორ უნდა გავარკვიო რა მისია მაქვს შესასრულებელიო, ხო? ესე იგი დახმარებას ითხოვთ, თქვენით ვერ არკვევთ, ხო? ანუ რა მისია გვაქვს შესასრულებელი ერთი გვითხრა ქრისტემ რა. თუ უსამართლობას ნახავ ამხილე. ერთადერთი მისია არის ჩვენი ეგ. ამ დედამიწაზე რო ჩამოვდივართ, მაგისთვის უნდა შევძლოთ ქრისტეს დამსგავსება ქრისტესი რა. ეგ არის მისია. ანუ თქვენ რა გონიათ, რომ თამარ მეფე რო იყო მეფე, აი ერთ დროს რო ვიყავი მეფე, ეგ იყო მისიონრობა? ანუ თამარ მეფის აი იმ პოზიციაშიც, ხო? აი რა ძალიან მაგარი რაღაცაა, რომ ნათქვამია, რომ თამარ მეფე რო იყო მეფე, ჯვალო ეცვა შიგნიდან. ანუ მეფე ის რომ ჩვენ აი ხა დაყლებებულმა ნატომ რომ ითხრა რა, რომ ანუ ამბობ რომ თამარ მეფე ხარ, აგირჩევთ არჩევნებზე ან მეფობა აღვადგინოთ. აი ხა უყურე რა. ანუ მე-12 საუკუნეში მეფეა თამარი.
და მაგრა კიდია ეს მეფობა რა, რო იცოდეთ რა, თამარს მაგრა ეკიდა ეს მეფობა. გინდათ გითხრათ, რატომ მტკიცდება ეს, რომ ეკიდა, ჯერ კიდევ მაშინ ეკიდა. მაშინ მეკიდა ბიჭო და ეხლა მომინდება მეფობი. რა ბნელები ხართ ჩვილო, წადი და იმეფეთ თქვენ და იყავით მარიონეტები თავად. ამდენი ხანი გიხსნით რა არის მეფობა და როგორ მარიონეტებად გამოიყენეს ისა თუ ეს მეფეები და კიდევ ვერ გაიგეთ და კიდე მეფობა გინდა. ხო, დავხამდი. ბიჭო ვინ არიან ეს დამცხავნე გავიხადო რა. რა არის, აი, კარგი კითხვა გასცდა, მაგარი პასუხი გასცა ეხლა ამ ბნელს რა. ნატოს კითხვას გასცა პასუხი ნაზის კითხვამ. აი, რა არის ჩვენი მისია? ძალიან ელემენტარული. რას გვეუბნება ქრისტე რა? ამას სოფლისა და ქრისტე, არა მარტო ქრისტე, შოთა რუსთაველი. ამას სოფლისა ხიბლისაგან უნდა ვიხსნათ თავი. ანუ მატერიისაგან გავინთავისუფლოთ თავი. მოხვალ შემოგთავაზებენ საჭმელ სასმელს? უარი თქვი. შემოგთავაზებენ ფულებს? უარი თქვი. შემოგთავაზებენ მეფობას? უარი თქვი. ამას სოფლისა არაფერი არ გინდოდეს, ამბობს ქრისტე. მისიონრობა ეგ არის ჩვენი, რომ მაგას მივახციოთ. თუ წინა ცხოვრებაში ვერ მივახციეთ, ამ ცხოვრებაში უნდა მივახციოთ. და გინდა გითხრათ მე რა საცდელზე ჩამომიშეს ახლა აქ. თამარ მეფე პირველად რომ მეფე გახდა, მაგარი მოწვა იქაურობა, რომ მაგრა ვერ არის, შიგა აქვს კაცობრიობას რა და აიღო ეს გვირგვინი და მიათხრიშა უკან გამანებეთ თავი, არ მინდა მეფობაო რა. მამამისი რომ მოკვდა, ჩამოიხსნა ეს გვირგვინი და გადადგა მეფობიდან, არ მინდა წადით რომ გამანებეთ თავიო რა. მივიდა ის ალქაჯი რუსუდანი და უბურღა ტვინი, უბურღა და ესე უარა და ისე უარა რითი მოჩხიბა და რა გაუკეთა ესეთი და მაინც დაადგა თავზე ეს გვირგვინი და აწამეს ბოლომდე თამარი რა. ბოლომდე აწამეს. და გინდა გითხრათ ეხლა რა მოხდება? ისევ მაგცნებაში შეიყვანენ, ეცდებიან რომ შეიყვანონ თამარი, მაგრამ ნურას უკაცრავათო რა ნატო აეხლა რა. მაგ გვირგვინს შენ გადმოგცემ, დაგადგავ თავზე და შენი ყავი ამასოფლისა მონა. გინდა? მოგცემ შენ. ავიღებ და მოგცემ შენ, გინდა? მონობა გინდა, ბიჭო? მე მინდა ქრისტეს დავემსგავსო. რა მითხრა იცი ქრისტემ? როცა შემოგთავაზებენ ამასოფლისა მეფობას, ნუ მიიღებო. და ის თუ ვერ მოვახერხე მე-12 საუკუნეში, ეხლა უნდა მოვახერხო, გესმის? უნდა მოვახერხო რამენაირად. ასე რომ ჩემოგარგებო, აღვადგინოთ მეფობა. აბა ვნახოთ რა ბიჭები იქნებით, რა ჩიტები იქნებით მე მეფობას რო აღადგენთ. ვინ გახდება მეფე? ვინ გახდება მეფე და ყველაზე დიდი დებილი ადამიანი ვინც იქნება? თამარ, მარიამი, მარ ადისობა, მარ თალი, მარ გალი. თამარ. თამარი არის ერთადერთი სახელი მეთქი, რომელშიც ვერ შედის სიბნელე, იცით თქვენ? იმიტომ წინ და უკან წაკითხული, თამარ რამათია. რამათ კიდე არის ნათელი მათო რა. ანუ რამ-ათ. საიდანაც კიდე უტრიალი თამარს ვერ შედის ბოროტი შიგნით. არ აქვს დიდი განსაცდელები თამარს. აი, არის სახელები, იმათ განსაცდელები აქვს წინ და უკან წაკითხულში. ქრისტე არ ლანძღავდა და არ აგინებდა ხალხს. ვინ გითხრა? ვინ გითხრა? მაგას ჩაგიწერდნენ, რომ ქრისტე ლანძღავდა და აგინებდა ხალხსო? აბა ლეგვის ხერო და დაწყევლა ეგ რა იყო. ან იქ რო აუტრიალა იქ იერუსალიმში დახლები ეგ რა იყო. ეგ ორი ჩაგიწერეს მარტო და დანარჩენები რაც არ ჩაგიწერეს. ნატუშკა, გვირგვინი ხომ არ მოგდომებია? რა უქნა, ხო შევუკვეთო ქრისტეს შენთვის გვირგვინი? ქრისტე ძალიან გთხოვ, ერთი გვირგვინი ნატოსთვის გამოაგზავნე.
ნატო ასანიძისთვის, შენ თამარ ასანიძის ვინ ხარ? თუ თამარ ასანიძე ხარ. ერთი თამარ ასანიძეს უნდა გადაუგზავნო ის. ხო, მე რომ მომცემენ გვირგვინს, მე თამარ ასანიძეს გადაუგზავნი, შენი იყოს თქო. თუ შენ გადმოგიგზავნე ნატო ასანიძე? ის ასანიშვილია ხო, ასანიშვილი. უკაცრავად ჩემი შალა ასანიძეები და ასანიშვილები და არა მაქვს რა ნატო შენ ბოდიში რა ესე რომ გესაუბრები, მაგრამ აი შენაერებმა უკვე ისე ნერვები მომითხარეს რა აღარა მაქვს თქვენაერთ საუბარი. გადახედე რა ჩემს ძველ ვიდეოებს რა. ყველაფერს კარგად გილაგებ, იქ ქრისტე რას ამბობდა და რას არ ამბობდა. ხო? საყვარელი ხარ. წავედი ახლა წავედი, დავიჩინე თუ რა ხვალ დილით უნდა ავდგე, აბა თქვენ წაიყვანთ ჩემ შვილებს სკოლაში. ო, დილით ძალიან დილით უნდა ავდგე, ასურეთიდან თბილისამდე უნდა ვიაროთ. მარილი არის კრისტალი, რომელ კრისტალსაც შეუძლია შეკვრა. ანუ ერთმანეთის დაკავშირება. აი იქ რო ვტიროდა ერთი მოსვლის დროსაც გაგვაერთიანა და წასვლის დროსაც გაგვაერთიანა. იცით ვინ გაგვაერთიანა მოსვლის დროს? ზვიად გამსახურდიამ, რომელზეც მაგ ჩათლახმა თქვა, რომ სატანად ჩაძაღლდაო. გადაიცით რა მომტირალ ქალის. და ეხლა იცით ვინ გაგაერთიანათ? ფულმა და პრესტიჟმა. პირველად გისვა ნუ ხარ აგრესიული გოგო, ცუდად მართლა არ გწერ. არც მე არ გეუბნები ნატო ცუდად, შენ გონია მე რო ვიგინები იმის არ იყოს დედა რო წყევლის შვილს ძუძუები ლოცავენო, აი ეგრე გამომდის. მე რო გწყევლით, ჩემი ძუძუები გლოცავენ. დედიკო არ მე თქვენი კაცო ვერ გაიგეთ. ჩემი გინებაც და ლოცვა ისა წყევლაც ჩემი ძუძუების მიერ დალოცვილი იყავით. საქონელი ფუ ნატია ვინერი საქონელი ფუ ჯუჯები რომ ახსინი შეგეშინდა. აი რატომ ისმენ ნატია რატო გემალდა ჩუჩუჩუჩუ. აი ილიაზე რომ ახსინე ის რო ტირად გაგვაერთიანა. შენ გაგვაერთიანა ბიჭო, გაიხედეთ 2 მილიონი ქალი არის წასული მონად დაყენებულია საზღვარგარეთ. რად გაგვაერთიანა? 1500 კაცი რო გამოიყვანეს უფასოდ რო ამგზავრეს, იქ რო დააყენეს. სად არის გაერთიანება? მანახეთ გაერთიანებული საქართველო. გაგვაერთიანა კი არა, ის ოსეთი დაგვაკარგინა, გარეჯი დაგვაკარგინა და ის აფხაზეთი კიდე ვერ შემოერთა და ვერ შემოიერთა. პატრიარქი იყო იმისიც და ამისი, მაგრამ ვერ შემოიერთა. კიდე რომ იტყვიან ილია ჩვენი მამაო. მაგათი მამა იყოს კაცო, ჭამოს, ხო ჭამა ის, კარგად ჭამა ეგენი და ერთ კაცა ამდენი ნათლული რომ ყავს, კითხვას არ სვავენ მშობლები რა შეიძლება ამას მოყვებოდა რომ არ სვავენ, იმიტომ რომ გამოცხადებაში მიიღო, ესე უნდა მომხდარიყო შობადობის ნაკლებადობა იყო რა, მე რო იყო ნაკლებადობა, ეხლა უკეთესი გახდა 70,000 ბავშვი ინცესტში ჩააგდო. ანუ არ შეიძლება მაგათი დაქორწინება არავითარ შემთხვევაში. თავის თავზე აიღო ილია მეორემო. იმიტომ ჩაუღუნეს იქ მიწაში ეგ თავისივე სიცოცხლეში. სხვებს კურნავს და თვითონ ვერ განიკურნა თავისი თავი, იმიტომ რომ 70,000 ბავშვი ინცესტის წინაშე დააყენა.
ამას არავინ არ იცის, ვის აინტერესებს რა არის ინცესტი, ვაფშე იცის? საზოგადოებამ იცის რა არის ინცესტი? ან რა საშიშროებას წარმოადგენს, ეგ იცის? არ იცის. გეტყვით, გინდათ გითხრათ. თუ არ იცით, მე გეტყვით. აი, იუდეველები ერთმანეთს დაზე და ძმაზე რო ქორწინდებიან სისხლით ნათესავებზე, მათ აქვს დაავადება სისხლში, რომელიც არ არსებობს კაცობრიობაში ისეთი დაავადება, მხოლოდ მათ აქვს. იცით რატო? იმიტომ რომ დებზე და ძმებზე ქორწინდებოდნენ ოდითგანვე და გაუჩნდათ დაავადება. ეხლა მეგობრებო, ნათლობით დანათესავება სისხლზე ნათესაობით უფრო ძლიერი ნათესაობა არის. ამიტომ ჩემოკარგებო, რომ გაგიჩნდებათ მერე აი 70,000 ბავშვი, რომ ერთმანეთზე დაქორწინება და გაუჩნდებათ ხან ცალთვალები და ხან ხეიბრები და ხან ავადმყოფი ბავშვები, მერე მოკითხონ, ილია ჩვენი მამა იყო, იმან მოგვიწყო ესეთი რაღაცაო, მერე გახსენდებათ თამარი, მერე გვიან იქნება. არა, არის მის ამ ხალხს რატო ვლაპარაკობ საერთოდ რა მინდოდა მეთქი კაცური ჩამოვიდი აქ რა მინდოდა სისხლი იღრება რა თქმა უნდა მიტო ანთხია სისხლე პირიდან ხო სულ ეგრე არიციან რასა იქმან ტყუილა კი არ ამბობს ქრისტე ჯვრიდან კაცო არიციან რასა იქმან არიციან და რომ აუხსნა ქრისტე არც მაშინ გაიგეს და ეს ბრმა ხალხი ბარაბა ხვირო და აჰა ბარაბა აგერ აჰა ბარაბა იყოს თქვენი ეს ბარაბა წავედი გაკოცილი ხა მეგობრებო ბევრი განათლება სჭირდება ამ კაცობრიობას მივხვდი და რამდენი ხანია მივხვდი უკვე მაგას მაგრამ რა ვქნათ ჯერ კიდევ უნდათ გვირგვინები თავზე და აღიარებები ამ დედამიწაზე და ამას სოფლისა რაღაცა ამაოებები და ყიდიან სულებს სკამები თამაში ეს და ის დედოფლობა მეფობა რაღაცა ის ეს უფ თავი გამანებით წავედი დავიცი გაკოცი